მოკლედ, ასეთი სიუჟეტი არის ზალიკო ბერგერმა უნდა დარეკოს ისეთ ადგილას, სადაც სვამენ კოდს. ანუ უნდა ჩააკერონ კოდი ზალიკოს რა. ნარკოლოგიურში. ნარკოლოგიურში, ხო, დიდად არ მინდა სიტყვას ხო, მაგრამ ზალიკო რეკავს ნარკოლოგიურში, ელაპარაკება სავარაუდოდ ნარკოლოგს, რომელიც იმედი აიღებს ყურმეზე გაგვესაუბრება და ნახოთ ზალიკო როგორ ცდილობს ჩაიდგას კოდი. კაფსულა. მოკლედ ზალიკოს უნდა სასმელიც გადაგდება და იმე ამპულას რაღაცა რაც ქვია იმას გადააგდებს თუ აი ჟარგონულ ენაზე რო ვთქვათ რა. ამპულა უნდა მიცეს. ამიკლებ ერთი. ბატონო. გამარჯობათ. გამარჯობათ. გამარჯობა, გენაცვალე ზალიკო ვარ ბერგერი, მიცნობდი ალბათ ხმაზე, ჩემმა მეგობარმა დაგირეკა, გეტყოდა ჩემ ამბავს და ჩემ გაჭირვებას. რასთან დაკავშირებით? ჩადგმასთან დაკავშირებით მე სასმელი ვაწუხებს 24 საათის სვავ უკვე დავიღალე და მინდა რაღაცა შევცვალოთ ჩემ ცხოვრებაში და კოდის ჩადგმაზე მითხლეს და რა ვიცი დამარეკინეს თქვენთან მთელი დღეა მძინავს. ეხლა გავიღვიძე, წვეთი არ დამილევია, პირდაპირ თქვენთან დავრეკე, რაღაც თქო უნდა უშველო კაცო ჩემ თავს. პირველ რიგში ჩემ ლაივებს თუ უყურეთ, კაცო ზალიკო ბერგერი ყველა მიცის, მამა. ხო და ეხლა გეტყვით, ესე იგი რაღაცით უნდა უშველოთ არზე. რა რეკომენდაციას მომცეთ პირველ რიგში სასმელს რო შევეშვა? მე არ ვიცი თქვენთან ესე იგი სტაციონარია თუ რა არის? სტაციონარი არის ჩვენთან, ეხლა გადაბმითი სმა გააქვთ, გადაბმითი. ვაიმე არ მკითხოთ, გენაცვალე 6 თვეა ესე იგი არ გამოფხიზლებულ ვარ. სტაციონარში უნდა დაწვეს, სტაციონარში. და რა მაინტერესებს, იცით რამდენი ხნიანი არის ეს რაღაცა რაც უნდა ჩავიდგა თუ ჩავიკერო თუ რავი რა უბედურებაა? არის 1 წლიანი, 2 წლიანი. თუ არის ისეთი კლინიკა, სადაც ესე იგი სტარები არიან მარტო, მე ყველასთან ვერ დავწვევი, კაცო. ვინ არიან? მე ყველასთან ვერ დავწვევი, სტარები არიან იმ კლინიკაში, ცოტა ცნობადი სახეები, რომ თავი კომფორტულად ვიგზნო, კაცო, ვიღაცა პეტრე პავლე რაც მინდა იქმე. არა, ეგეთი ჩვენი არის. მაშინ ნარკოლოგიის ინსტიტუტს უნდა მიმართოთ. კარგით, ეხლა რა მაინტერესებს, ესე იგი თქვათ, მოვედით თქვენთან უბრალო მოკვდავებთან, კარგი. ჩავისვით, თქვათ, ესე იგი 1 წლიანი კოდი. კორპორატიულები და ივენთები რომ ექნება, მაგ დროს რომ ცოტა ხანი ამოვიკერო და მე ისევ ჩავიკერო, შესაძლებელია? არა, ბატონო, არა, ეგრე არ შეიძლება. გამორიცხულია, იმიტომ რომ ამ კორონას გამო კიდე რა არის ერთი კითხვა, კაცო, მთელი კორონა. სპირტით ვარ სპირტვეს, სუმი სპირტავენ ხელს და შეიძლება რომ აი თქვათ მე რო ჩავიდგა ამ კოდს და რომ დასპირტული ვიქნები, მე რამე დამემართოს, იმიტომ რომ იშღინთება ორგანიზმი. არა, შუაში ეგა კორონასთან დაკავშირებით. უბრალოდ თუ ამას ჩაიდგამთ, ალკოგოლს ვერ მიეკარებით. დედა რასიცა. ხო და რა მაინტერესებს, ესე იგი, სად გათქვენ მაკოც ორგანიზმის რა ნაწილში? ეს არის ნექტაშუა არეში, აი ხე მარჯვენა მხარეს. აი მე ძალიან სექსუალურად კიჟღებს, მაგრამ რაღაცა მინდა გთხოვოთ, ესე იგი, მაგ ადგილის ნაცვლად, ექიმები რო ეძახით, რა ვიცი, ჩემთვის ანაწილია ეგ. მაგის ნაცვლად, აი საჯდომში რო ჩავიკერო, შეიძლება? სადა? საჯდომზე რო ჩავიკერო, იმიტომ რომ ყველაზე უფრო დაცული ადგილი ეგ არის ჩემ ორგანიზმში. არა ბატონო, არა, მოძრავია ის ადგილი და არაფერს არ შეიძლება ეგრე. კარგი, ეხლა თუ მოძრავია და რაღაცა მაშინ რას გავაკეთებ? ნუ რა გავაკეთო, მაშინ ჩავიდგავ, ესე იგი ამ კოდს მე, ჩავიდგავ ამ კოდს. უნდა იყოთ 2 დღის ფხიზელი უნდა იყოთ. დედა ფხიზელი რა მოვა. კარგი, ესე იგი რა ვიცი, აბა როგორმე მოვიფიქრებ რამეს და მოვალ და ჩავიდგავ მაშინ და მანამდე ჩემ ლაივებს უყურე თუ შეიძლება. კი ბატონო. კარგი. უკაცრავად. ალო. დიახ. ესმით ჩემი ხმა. ალო. მოკლედ ეს ადამიანი რომელიც თქვენ გესაუბრებოდათ არ იყო ზალიკო ბერგერი, ეს იყო ილო ბეროშვილი, შოუდან მთავარი ბიჭები. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. საღამოშვიდობის ეს მეგობრული ხუმრობა იყო ილოსგან და ზალიკოსგან ერთად და იმედია არ გვიწყენთ. არა ბატონო, ამ შემთხვევაში ილო და ზალიკო ერთი ადამიანი იყო. ძალიან დიდი მადლობა, ბევრ წარმატებას გისურვებთ და ჯანმრთელობას რა თქმა უნდა. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეს.